საღამომშვიდობის ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ავთო გვასალია გაგაცნობთ. საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია. არჩევნების საკანონმდებლო ორგანოში 5 საათს გაგრძელდა. მეექვსე პრეზიდენტი პირველი პრეზიდენტის სახელობის დარბაზში აირჩიეს. 300 კაციან კოლეგიაში პარლამენტის დეპუტატები, საკრებულოების წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები იყვნენ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. შესაბამისად არაღიარებენ დღეს გამართულ არჩევნებსაც. ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ შემაჯამებელ ოქს ხელი მოაწერა. კოლეგიის წევრებს და საზოგადოებას არჩეული პრეზიდენტი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა. წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. არჩევნების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში ახალი წესით ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნების პროცესი შეაფასა. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა იმ პროცედურაზე, რომლითაც არჩევნო კოლეგიამ საქართველოს ისტორიაში პირველად არაპირდაპირი გზით პრეზიდენტი აირჩია. 300 კოლეგიის წევრიდან 225-მა მიიღო მონაწილეობა და შესაბამისი შედეგების მიხედვით ერთი ბიულეტენი იყო ბათილი, ხოლო 224 იყო ნამდვილი ხმა, რომელიც მივიდა შესაბამის კანდიდატთან, რომლის თანახმადაც მიხეილ ყაველაშვილი არჩეული არის საქართველოს პრეზიდენტად. აქვე გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომა, სადაც დადგინდა შესაბამისი შედეგები, გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შემაჯამებელი ოქმი, ასევე ერთი ეგზემპლარი გაიგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამით ფაქტობრივად მორიგი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ამ განსხვავებული მოდელით წარიმართა, ფაქტობრივად დასრულებული. მიხეილ ყაველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ირაკლი კობახიძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა 1,100,000-ზე მეტი ამომრჩევლის დამსახურებაა, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს ქართულ ოცნებას. მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცებაში და ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და აგრეთვე ცოდებული პოლარიზაციის შემცირებაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რაც არაერთხელ მithქვა, 20 წელიწადზე მეტია საქართველოს არყოლია, პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის გაერთიანებაზე, საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარე ძალები პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და დაუბრუნდება თავისი ღირსება. მე მინდა წარმატებები უსურვო მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ყველა ხედავდით, რომ ამ არჩევნებმა ჩაიარა 500 კაციანი პროტესტის ფონზე. თქვენ ხედავდით ასევე ახალ რიტუალს ამ აქციაზე, ფეხით შედგნენ აქციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ჩვენი ეროვნული სიმბოლოები გამოსახული. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ამ კონკრეტულმა ადამიანებმა, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა. გუშინ ასევე იგივე ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ უღმერთობაც არის მათი ხელწერა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე.
არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში, ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები ამ უმძიმეს იდეოლოგიისგან არიან ჩვენი გადასარჩენი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავიხსნათ ლიბერალური ფაშიზმისგან. რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო ჯერ არჩევნები, შემდეგ წააგო ქუჩა, 4 პარტია და ასე მეტი მდიდარი NGO ერთად ვერ უყრიან 2000 კაცსაც კი თავს ბოლო დღეების განმავლობაში. ჩავარდა ნაცმაიდანი და ამ ფონზე მე მინდა კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში. მიხეილ ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224 წევრმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა ადამ არშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს. ადამ არშანიამ სალომე ზურაბიშვილზეც გააკეთა კომენტარი. მე არ შემოხაზა აკვალიფიკაცია ვიწყებო ძალიან და შემოხაზავე და ეკავი ამიტომ მამასაც აცხადებს ბევრად უკეთესი კანდიდატი უნდა შეერჩია ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო რომ იმ კანდიდატის რომელიც შესთავაზეს ქვეყანას ზიანი მიაყენეს საქართველოს, ზიანი მიაყენეს თავის თავს როგორც პოლიტიკურ ძალას. მე შემოუხაზავი, როგორც მომცეს ბიულეტენი, ისეთივე სახით ჩავაბარე. შეიძლება კარგი ადამიანია. უბრალოდ საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის. ძალიან რთული ქალბატონია, ბუნებით ქალბატონი სალომე და ეს მის პრეზიდენტობაშიც გამოიხატა. აი ესე ვიტყოდი. მე ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში და ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს იმას, რომ ამ კრიზისს ჩვენ რამენაერად მშვიდობიანად მოვუაროთ. მიხეილ ყაველაშვილს გამარჯვებას ულოცავენ თანაგუნდელები. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს. თავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის, თავისი სამშობლოს მიმართ და პატრიოტიზმი მიხეილ ყაველაშვილს თუ კი რაიმე თვისება გააჩნია უწინარესად ალბათ ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ და გარდა ამისა ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია. სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას. წინა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ საპარლამენტო რესპუბლიკაში არასწორი აღქმები გააჩინეს. მაგალითად ჩვენ გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, საგარეო მიმართულებით როგორ უნდა წარმოადგინოს ყაველაშვილმა ჯარის მთავარსარდალი როგორ უნდა ჯერთი ყველაფერი შეუძლია იყოს მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე. მაგრამ საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, მისი განსაზღვრა და წარმოება პრეზიდენტის საქმე ზოგადად. საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი და განახორციელებს, აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს და იქნება წარმომადგენელი, როდესაც ამის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა. მე როდესაც საუბრობენ მთავარსარდალზე, მიხეილ ყაველაშვილის ჩვენი მთავარსარდალი იქნება, მაგრამ ესეც აღქმულია თითქოს რაღაც ჯარს უნდა უხელმძღვანელოს. იმდენად სიმბოლურია ეს კომპეტენცია პრეზიდენტისა, რომ მას არ ჭირდება რაღაცა სპეციალური ცოდნა. ეს აღქმები სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წინამორბედმაც მათ შორის იმდენად არასწორად გააჩინეს, რომ ახლა კრიტიკაც კი, სადაც საკრიტიკოც არ არის, მაგრამ კრიტიკა კი ჯერ კიდევ კანდიდატისა არის არასწორი მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სულ რომ მისი კომპეტენცია იყოს, მაგრამ რეალურად არც ერთი არც მეორე არ არის კომპეტენციის შემადგენელი ნაწილი. ანუ არის სიმბოლური, ცერემონიული ხშირ შემთხვევაში უფლებამოსილება, რაც რეალურ უფლებამოსილებაში ერევათ ადამიანებს.
ლეგიტიმური არასაკურველია. ჯობდა რასაკურველია, რომ ოპოზიცია იყოს აქ, მაგრამ ამას ოპოზიცია აღარ ქვია უკვე. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა რევოლუციონერთა ჯგუფი და კიდევ საკითხავია, ჯობდა თუ არ ჯობდა მათი მონაწილეობა საერთო ამ პროცესში. ყველა მეცეს რომ ალპჩერნები არა თუ არ გაყალბებულა იმ საერთაშორისო საშუალო დონის სტანდარტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რასაც ევროპული სტანდარტი ქვია. მოგონილი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ არის არჩევნები გაყალბებული, ეს მთლიანად უარყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებმა, რომელსაც ეკითხებიან საერთოდ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ არ კითხოს და გადაიტანოს პროცესები ქუჩაში. ეს საქართველოსთვის არის ცუდი. საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ეს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი ფაქტიურად დასრულდა და ქვეყანა არის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მკაფიო ძალიან ნათელი მაგალითი შესაბამისი სტრუქტურებით, შესაბამისი ლეგიტიმური ხელისუფლებით, ძალიან მალე უკვე პრეზიდენტით და ქვეყანა ბუნებრივია აგრძელებს თავის სვლას ევროპული ქვეყნის გაერთიანების ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით. შეიძლება ეს ვიღაცებს არ მოწონთ და ასეც არის საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების განხორციელება სამწუხაროდ ამ ძალებს ქვეყნის შიგნით და მათ ხარდამჭერებს ქვეყნის გარეთ პირველ ამოცანად მიაჩნია, თუმცა სინამდვილე არის აბსოლუტურად სხვა. სინამდვილე არის ჩვენი საზოგადოების ნება, იმ მილიონ 120,000 ადამიანის ნება, რომელიც იქნა უკვე გამოხატული, დაფიქსირებული და სწორედ იმ ადამიანის ნება ხორციელდება ირიბად დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში. მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევის მისალოც წერილში წერია, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. ძვირფასო ბატონო მიხეილ, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხის ნებით, რომლებიც ისტორიულად მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში ცხოვრობდნენ და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ. ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. წერია ილჰამ ალიევის მილოცვის წერილში. საქართველოს პარლამენტმა მე-6 პრეზიდენტი პროტესტის ფონზე აირჩია. საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან აქცია. შეკრებილები არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, უნდობლობას უცხადებენ პარლამენტს და შესაბამისად მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. საპროტესტო აქციების მოთხოვნა 15 დღის განმავლობაში არის უცვლელი ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება. რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად ასევე მიმდინარეობს სპეციალური სცენისა და ხმის გამაძლიერებლების მონტაჟი, ვინაიდან პარლამენტის წინ დაგეგმილია ნაძვის ხის ანთების ცერემონია სულ ცოტა ხანში. ნანა გოგატაძე მუშაობს საკანონმდებლო ორგანოსთან, ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნანა, რა ხდება პარლამენტთან ამ დროისთვის? დავიწყოთ საპროტესტო აქციით, რომელიც უკვე მე-17 დღეა რაც იმართება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყო საპროტესტო აქცია და მას შემდგომ გრძელდება. დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი რჩება საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრზე. საავტომობილო მიმოსვლა არის შეზღუდული აქ მთლიანად. პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს ბოლო სამზადისი იმ ღონისძიებისთვის, რომელიც 7 საათისთვის არის დაგეგმილი და ვიცით, რომ 7 საათზე უნდა აინთოს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნაძვისხე. ხედავს სავარაუდოდ მაყურებელი კადრში, რომ უკვე დამონტაჟებულია სცენა, ხმის გამაძლიერებლები, ინსტრუმენტებიც მობილიზებულია და პარალელურად განათდა საკანონმდებლო
ორგანო სახელმწიფო განათებებს უხედავთ, რომელიც დაახლოებით 2 წუთის წინ აინთო და რასაც მოყვა ასე ვთქვათ ოვაციები აქციის მონაწილეების მხრიდან, რომლებიც რჩებიან დღეს დილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ აქ მყოფ დემონსტრანტებს შემოუერთდნენ მსვლელობით აქციის სხვა მონაწილეები. დღეს მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციიდან დაიძნენ აქციის მონაწილეები და ბოლო და ასე ვთქვათ შეკრების მთავარი ადგილი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. რაც შეეხება პარალელურ ქუჩებს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, როგორც ჭიჭინაძის, ასევე 9 აპრილის ქუჩაზე ვითარება არის მშვიდი. თავდაპირველად დღის პირველ ნახევარში აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ 9 აპრილის ქუჩაზე, თუმცა ვითარება იქ იყო მშვიდი. ერთი მხრივ რჩებოდნენ დემონსტრანტები, მათ მოპირდაპირე მხარეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ახლა მაყურებელი კადრში ხედავს უკვე ჭიჭინაძის ქუჩას, ხედავთ რომ იქ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად დემონსტრანტები რჩებიან საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრზე, იქ სადაც დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები, თუმცა ქუჩაზე უსაფრთხოების მიზნით კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. აქ მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოჩენილა არც სპეცდანიშნულების რაზმი, არც სპეცტექნიკა და იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება არის მშვიდი და არ ყოფილა არც სიტყვიერი, არც ფიზიკური დაპირისპირება, არ ყოფილა საჭიროება იმისა, რომ გამოყენებული ყოფილიყო ან ცოცხალი ძალა, ან სპეცტექნიკა. დემონსტრანტები რჩებიან ადგილზე, ისინი დილიდან აპროტესტებენ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოში, საუბარია პრეზიდენტის არჩევაზე, რჩებიან ახლაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორი იქნება მათი გეგმა, ეს ტრადიციულად არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მადლობა, ეს ნანა გოგატაძე იყო, რომელიც რუსთაველის გამზირიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი აქცია, თუმცა სხვა შინაარსის და სხვა ლოკაციაზე, ვაკეში. მამაშალვა კეკელიას მხარდასაჭერად ვაკეში მაცხოვრისფერი ცვალების სახელობის ტაძართან მრევლი შეიკრიბა. 5 საათზე ტაძარში ლოცვა დაიწყო, რომელიც 7 საათამდე უნდა გაგრძელდეს. მამაშალვა კეკელიასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ მოხდა, ამის შემდეგ კი სასულიერო პირმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. დღეს მამაშალვა კეკელიას მხარდასაჭერად მოქალაქეები მივიდნენ. სიმონ შანავას ვთავთ პირდაპირ ეთერში ჭავჭავაძის გამზირიდან. სიმონ, რაც აცხადებენ მხარდამჭერ აქციაზე მისული მოქალაქეები და იგეგმება თუ არა მსვლელობა, როგორც ეს დაანონსებული იყო? მსვლელობა უკვე დაწყებულია, აქ შეკრებილი ადამიანები უკვე მიემართებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე. თუმცა მანამდე მამაშალვა კეკელიამ გააკეთა განცხადება, რომელმაც ისაუბრა მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანია მშვიდობა, ასევე ისაუბრა ეკლესიის როლზე და აღნიშნა, რომ ეკლესია მხარი არ არის. იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სასულიერო პირები მოქალაქეებთან ერთად გადაინაცვლებდნენ უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, სასულიერო პირები რჩებიან ტაძარში და 7 საათზე მამაშალვა კეკელია აღავლენს მშვიდობის პარაკლისს. ეკლესია ვერასოდეს ვერ იქნება მხარე, ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე, წარმოუდგენლად ჩვენ ორივე მხარეს ჩვენი შვილები არიან და პირიქით ის ადამიანები, ვინც ჩემთან გუშინ მოვიდა შეურაცხყოფა მოეყვანეს, მე მათთვის ლოცულობ და მე ეს ადამიანი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ისინი ჩემი შვილები არიან და მე მათ არანაირი ის არა მაქვს, სადაც წინააღმდეგობა არც პირიქით სიყვარული მაქვს ამ ადამიანის, უდიდეს სიყვარული მაქვს ჩემი მხრიდან მაგ ადამიანის მიერ და ღმერთო ყველანი გონს მოიყვანოს და უბრალოდ ეს ადამიანები გამოვიდნენ, რაღაცა შესაძლოა სიყვარული გამოიხატა და ქვეყნის მიმართ და იმიტომ რომ ამ იციან ამათმა ეკლესია მათთვის რა არის. ეს მამაშალვას გამო არ არის მოსულები. ესენი მოვიდნენ ეკლესიის გამო და არ შეიძლება რომ ეკლესიას ადამიანის ექცეოდეს. უშინდელი ინციდენტის შემდეგ, როდესაც მოვიდნენ ეს ჯგუფი და რაღაცა მოღალატეები და რუსები გვეძახეს, საბუნებრივია, ეხა ჩვენი მხრიდან იყო რეაქცია, მამაშალვამ ჩაწერა მიმართვა, ვიდეო მიმართვა. ამ ვიდეო მიმართვა ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და თვითონ ადამიანებმა გამოხატეს თვითონ თავიანთი სურვილი, უამრავი ზარი შემოდიოდა ჩვენს ნომრებზე, რომ გამოეცხადებინათ თავიანთი მხარდაჭერა, თავიანთი სოლიდარობა, თანადგომა. და ეს დღევანდელი აქცია თვითონ მათი დაორგანიზებულია, აქ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ხალხსაც, საზოგადოებასაც, აქ შეკრებილ ადამიანებსაც მოუწოდებთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, არ წამოიგონ არანაირ პროვოკაციებს, იმიტომ რომ რაც საკვირველია პროვოკაციები მოსალოდნელია ყოველთვის, სადაც ხალხმრავლობა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთმანეთის მხრები არა ვართ.
დღეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 5 საათისთვის დაიწყეს მოქალაქეებმა მრევლმა შეკრება, რომლებმაც უკვე მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მამაშალვა კეკელიას გუშინ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამო, ასევე ისინი აპირებენ, რომ დაესწრონ მთავარი ნაძვის ხის ანთებას, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს დაპირისპირება. მშვიდობა გვინდა ქვეყანაში, რომელსაც არ გვაცდიან. სითავხედეში გადავიდოთ, ეკლესიასაც მიადგნენ, აგრესია გვაქვს, მაგრამ არ ვაჩენთ. კიდე მშვიდობიანად გვინდა, რომ ჩაიაროს დღევანდელმა დღეებმა. მიზანი ახალი წელია, გაგვყავს ვართ ოჯახებით, მიყვავს ბავშვები და გვინდა, რომ ნაძვის ხის გახსნას დავესწროთ, ხოლო მეტი არაფერი. სხვა განზრახვა არ გვაქვს, თავარია მშვიდობა იყოს. მოვედი დღეს ტაძარში გუშინდელი ამბის შემდეგ, რაც მამაშალვას აკადრეს და მთელი სხეული მიკანკალებდა და ცრემლები ჩამომდიოდა. და ეხა აი ამდენ ხალხს რომ ხედავ, აი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი არ მწერი ამ ქვეყანას გადაშენება და აი ძალიან ბედნიერი ვარ და აი ღმერთო დაალოცე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები და გვეცხოვროს მშვიდობიან საქართველოში. მამაშალვა კეკელია 7 საათზე აღავლენს მშვიდობის პარაკლის მოქალაქეები, რომლებიც შეიკრიბნენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე გაემართნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მადლობა, ეს სიმონ შანავა იყო, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რუსთაველის გამზირზე გრძელდება აქცია, ამის პარალელურად კი თავისუფლების მოედნიდან მოქალაქეები, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს უნდა დაესწრონ, ღონისძიებას მიემართებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ. მათთან ერთად არის ჩვენი კორესპონდენტი მარიკა გოცირიძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მარიკა, გითხარი კონკრეტულად, სად იმყოფებით, როგორი არის მოქალაქეების განწყობა და გეგმა? ახლა ჩვენ ვართ ზუსტად თავისუფლების მოედანზე, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც აპირებენ, რომ დაიძრნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც ზუსტად 8 საათისთვის უნდა აინთოს დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე. ადამიანები ამბობენ, რომ ისინი აქ შეიკრიბნენ საზეიმო განწყობით და აპირებენ, რომ შეკრების შემდეგ მსვლელობით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. აქვე მთელი დღის განმავლობაში დგანან სპეცტექნიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ცოცხალი ძალა, რომელსაც ვხედავთ ახლა, რომ მიემართებიან პარლამენტის მიმართულებით. სავარაუდოდ სწორედ ეს ადამიანები ჩადგებიან მომიტინგეებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უნდა წავიდნენ პარლამენტის შენობასთან, სადაც 7 საათისთვის უნდა აინთოს დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიტუაცია არის შვიდი მომიტინგეები რჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ის ადამიანები, ვინც გეგმავს, რომ დაესწროს ნაძვისხის საზეიმო ანთებას 7 საათისთვის, ამ დროისთვის ჯერ არიან თავისუფლების მოედანზე. მადლობა, ეს მარიკა გოცირიძე იყო, რომელიც თავისუფლების მოედნიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. როგორც თქვენ ხედავთ კადრებში, ამ დროისთვის სამართალდამცველები დაიძნენ პარლამენტის შენობისკენ, სავარაუდოდ ისინი ჩადგებიან შუაში აქციის მონაწილეებსა და დანარჩენ მოქალაქეებს შორის, რომლებიც აპირებენ, რომ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას დაესწრონ. ეს ღონისძიება დაახლოებით 7 საათისთვის არის დაგეგმილი. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალყურს თუ რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ჩვენ ბუნებრივია მოვლენების განვითარების მიხედვით დაუბრუნდებით რუსთაველის გამზირს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დღეს დილიდან იმართება აქცია და პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად დილის დაახლოებით 7 საათიდან დაიწყო აქ აქცია. რამდენიმე წუთით გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის სამსახურში მიდიოდა, დამატებით კითხვებზე კი მას მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია.
და როგორც უკვე გითხარით, რუსთაველის გამზირზე, სადაც პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობდა, დღეს რამდენიმე წუთით გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის სამსახურში მიდიოდა ამ გზით და დამატებით კითხვებზე მას არ უსაუბრია მედიასთან. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. პრემიერი მედიასთან ამბობს, რომ პრეზიდენტს ვადა ორ კვირაში ამოეწურება და მას თანაგრძნობას უცხადებს. სალომე ზურაბიშვილზე დასმულ კითხვებს უპასუხა მამუკა მდინარაძემაც. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა პრეზიდენტის სასახლის დატოვებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია შეაფასა. უკვე პირდაპირ გაგებით ორი პარასკევი დარჩა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ეს არის უბრალოდ ტრაგიკული პიროვნება. მას მოუწია გარეძალების სამსახურის შესვლა ჯერ ადრე თავის დროზე, წლებით ადრე და ახლა უკვე მეორედ და ნებისმიერი აგენტის ხვედრი არის აბსოლუტურად ტრაგიკული. აგენტები ყოველთვის ამთავრებენ ძალიან მძიმედ. და ეს გამოჩნდა არაერთი ქართველი პოლიტიკოსის მაგალითი. თქვენ ხედავთ, სად არიან მაგალითად გახარია ჩუბოშვილი და სხვები და იგივე გზას გაუყენეს ახლა სალომე ზურაბიშვილიც, ხო? ასეთი ადამიანების ცხოვრება და ხვედრი არის ტრაგიკული. შესაბამისად, ახლა უკვე როდესაც ის საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა გამოხატოთ მის მიმართ. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველანაირ ნორმას, კონსტიტუციის, კანონის, ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა, ასე რომ ასეთი განცხადებები მისი მხრიდან გასაკვირი არ არის, თუმცა არ მგონია რომ კიდევ ერთხელ ასე უტიფრად წავიდეს ქართული ხალხის ნების წინააღმდეგ. ქართულმა ხალხმა მას პასუხი გასცა 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს ქალბატონმა სალომემ თავისი თავიც დააყენა არჩევნებზე და ის დამარცხდა ამ არჩევნებზე, თან დამარცხდა სასტიკად. ასე რომ ქართულმა ხალხმა მას გასცა პასუხი. მე მოუწოდებ მას, რომ საქართველოს კანონმდებლობას დაემორჩილოს, როგორც მას, ისევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ინაუგურაციის და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონის სალომეს აღარ იქნება პრეზიდენტის პოზიცია, ასე რომ ჩემი მოწოდება მხოლოდ ის არის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის მიმართ. ხელისუფლებას მიიტაცებს? ანუ ხელისუფლების შტო საერთოდ არ არის სიმბოლურად ასე ვთქვათ, ეს სიმბოლური თანამდებობა ამ მიმართულებით, მაგრამ ხელისუფლების შტო საერთოდ არ არის, მაგრამ მიიტაცებს პრეზიდენტის ინსტიტუტს? ანუ დანაშაულს ჩაიდეს ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ თქვენ რო გადაწყვიტოთ ასეთი რაღაც გაკეთება, ესე იგი, გინდათ შეჭრილ ხარ და გინდათ იქ შესულ ხარ და აღარ გამოსულ ხარ, ხო? თქვენ რას მეკითხებით, რომ სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ამ შემთხვევაში უკვე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და ჩაიდენს დანაშაულს? მე მგონი ნათელია ყველაფერი. აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება. ვატო ბჟალავა სასამართლომ 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ბჟალავა 12 დეკემბერს თბილისში ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. ანალიტიკური კვლევითი ცენტრის რონდელის ფონდის მკვლევარს პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბრალდებულმა სასამართლოს ხდომაზე დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და მოყვა, რომ განყოფილებაში ერთ-ერთმა პოლიციელმა მასზე იძალადა. როგორც იმოვიდნენ ითხრეს, რომ თუ შეიძლება შენი პირადობის მოწმობა მომეცეთო. ამოვიღე საფულიდან ეგრევე მივაწოდა პირადობის მოწმობა, შეხედეს, ფესტოდ კი ვახტანგ ბჟალავა ხარ და დამებრუნეს, პირადობა ჩავიდე, მითხრეს, რომ დაკავებული ვარ და უნდა გადაგწავყოლოდე. თხოვე, რომ თუ შეიძლება ჩემთან დავრეკავმეთ, რომ ძაღლი გადავცემეთ კი. ჩვენ თვითონ ვიცემ ძაღლს, ისე რომ არც შემხედი არც ერთი სამართალდამცველი, ჩვენ ფეხით მივედი და არკის წინ შლაგბაუმთან გაჩერებულ მანქანაში ციცი. ისეთ ჩავჯექი თბილისის ცენტრალურ პოლიციაში. შემოვიდა მაღალი აღნაგობის ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ მეთქვა კოდი, რადგან უთხრა, რომ ადვოკატის და სასამართლოს გარშე არ ვეთქოდი, დამიწყო გინება, შემდეგ მითხრა, რომ დამემუქრა, რომ ეხლა ადმინისტრაციული ხარ დაკავებულიო და გადაგიყვანო სისხლშიო
ორჯერ გამართა სილა ინსტინქტურად ფერზე რომ წამოდექი, ფეხში ჩამართა ადამიანები, რომლებიც ეხლა გამონენ და მოწმის ხელოსად დაიკითხებიან, ორჯერ მაგალითად შეხედათ თქვენს წინაშე მოიწვევიან მაგასაც. უბრალოდ რომ იცოდეს. ამ გარემოებას და ამ ფაქტებს სასამართლო ამ დარწმუნებაში ვერ გამოიწვევს, იგი იყო აგრესიული და სიტყვის შეურაცხყოფას აკეთებს და პოლიციის თანამშრომლებს. ის გამოც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლობის კოდექსის 173 პირველი ნაწილი გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო. კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა პირადი ვინაობის განხილვაზე უარი და პირადობის მოწყობის წარმოქმნაზე უარი. ვახტანგ ფშალავა ცნობილი იქნა სამართალდამცველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდების სახით შეეფართოს ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღის ვადით. Წარმოადგენთ ვიდეო მასალა, რომელიც მთელმა საქართველოსმა ციხილია, რომ ის პოლიციელი, რომელმაც ჩვენება მისცა, საერთოდ იქ არ ყოფილა. მანქანიდან არ გადმოსულა, მოშორებით იდგა, ამიტომ შეუძლებელია მას გაეგონა, რომ იგინებოდა ან წინააღმდეგობას წევდა. აი ამგვარი ჩვენება გაიზიარა მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა და ადამიანი გაუშვა ციხეში 4 დღის ვადით. სხვა მტკიცებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრალოდ წარმოდგენილი არ ქონია. აუცილებლად გავასაჩივროთ თბილისის აპელაციურ სასამართლოში. პარტია დროას წევრი ნიკო ქვაცაბაია ადვოკატმა მოინახულა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქვაცაბაია დიღმის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ყავთ, სადაც უფლებადამცველი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. თავად ნიკო ქვაცაბაია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან სტანდარტულად 173-ის პირველი რაც არის, თუმცა მისი მხრიდან რაიმე დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია, როდესაც პოლიციამ თხოვა რომ გაეჩერებინა მანქანა, გააჩერა, სახლთან დააკავეს და ამის შემდგომ ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და გაფორმდა როგორც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. მას დაზიანებები არ აქვს და ამბობს რომ რაიმე ხასიათის ფიზიკური დაზიანება მისთვის არ მიუყენებია პოლიციის თანამშრომლებს, რადგანაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. და თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ რუსთაველის გამზირს, სადაც საპოლიციო ძალები არიან, იმყოფებიან. ასევე ხედავთ, რომ ეს არის კონკრეტულად მოსწავლე ახალგაზრდობის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ჩიტაძის 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედნამდე. პარალელურად კი ხედავთ პარლამენტის შენობას და ნაძვის ხეს, რომელიც დაახლოებით 9 საათში უნდა განათდეს, ასეთი არის გეგმა, როგორც ხედავთ, პარლამენტის შენობის წინა ფასადი საახალწლო ილუმინაციებით არის განათებული და სულ ცოტა ხანში განათდება ნაძვის ხეც. ვიცით, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ უფრო ჭიჭინაძის მხარეს რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე მე-16 დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. ამის პარალელურად კი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს გეგმავენ დაესწრონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, საახალწლო ღონისძიებას, რომელსაც დედაქალაქის მერია მართავს ქალაქის ცენტრში. ჯერჯერობით ეს ადამიანები იმყოფებიან თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალებს ხედავთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობასთან და სავარაუდოდ ისინი ერთგვარ კორიდორს მოაწყობენ იმისთვის, რომ რაიმე ინციდენტს არ ქონდეს აქ ადგილი და რაიმე დაპირისპირებას არ ქონდეს ადგილი. როგორც უკვე გითხარით, ეს არის დედაქალაქის ცენტრი, სადაც დღეს დილიდან აქცია იმართებოდა, ახლა კი ემზადებიან მთავარი ნაძვის ხის ასანთებად. უკვე სცენაც მზად არის, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ საახალწლო ღონისძიება დაიწყოს. ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე, სადაც ახლა მთავარი ეპიცენტრი არის მოვლენების. ჩვენ ბუნებრივია მოვლენათა განვითარების მიხედვით გვექნება პირდაპირი ჩართვები და უბრუნდებით დედაქალაქის ცენტრს და უშუალოდ ადგილიდან გაჩვენებთ თუ რა ვითარება არის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც უკვე გითხარით, იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც და ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც აქციის შინაარსს არ უერთდებიან, თუმცა რუსთაველის გამზირზე დგანან იმისთვის, რომ დაესწრონ დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას, ნაძვის ხის ანთებას.
ჩვენ გიტოვებთ კადრს პირდაპირ ეთერში და ერთად მივადევნოთ თვალყურით როგორ ვითარდება მოვლენები რუსთაველის გამზირზე. მოვლენათა განვითარების მიხედვით რა თქმა უნდა ჩვენ დაუბრუნდებით კვლავ დედაქალაქის მთავარ გამზირს. მანამდე კი შეგვიძლია განვაგრძოთ გამოშვება და დღის სხვა სიახლეებს გავეცნოთ. საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მიმართავს. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი, ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოусმინონ და პატივის სცენა, აცხადებს ემანუელ მაკრონი. მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად. გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ. ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის манипуляციას. საფრანგეთის პრეზიდენტის მოწოდებაზე კითხვებს პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი გობახიძე აცხადებს, რომ ქართველ ხალხთან დიალოგისთვის მზადაა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებასთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან. ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ჩემი შეთავაზება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში. იქნება საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია. მნიშვნელობა არ აქვს არსებითად არც შეხვედრის ადგილს, შეხვედრის დროს და ეს შემდეგ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს თავაზობ ასეთ ტიპის დისკუსიას, საჯაროს თუ არასაჯაროს. საზოგადოებასთან დიალოგი არის მნიშვნელოვანესი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს. ჩვენ უნდა ვესაუბროთ არა იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ამორჩევლის ხმასაც კი არ ცემენ პატივს, არამედ ჩვენ უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას, ჩვენ ვსად ვართ საუბრისთვის, როგორც ჩვენ მხარდამჭერებთან, ისე იმ ადამიანებთან, რომლებმაც თუნდაც რადიკალურ ოპოზიციას დაუჭერეს მხარი. შესაბამისად, თუ ინვესთან შეიძლება დიალოგი შედგეს, ეს არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოება. ხელისუფლების ოპონენტები მხარდამჭერ გზავნილებს და აქცენტებს ხედავენ ემანუელ მაკრონის მიმართვაში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარება. ის საუბრობს, რომ ხალხს უნდა მიეცეს შანსი ხელახლა მკაფიოდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ეს ხომ ხელახალი არჩევნებს ნიშნავს, ახლიდან არჩევნების ჩატარებას ნიშნავს და ის დიალოგის თუ რამეზე უნდა გაიმართოს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახლიდან არჩევნების ჩატარება, ნელ-ნელა ნაბიჯ მივდივართ გამარჯვებისკენ. წინსვლა არის. ახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. ესენი უნდა მოხდეს სასწრაფოდ და ამაზე რა თქმა უნდა არის გადაწყვეტილებები მისაღები. ეს არის პოლიტიკური შესაძლებლობა კრიზისის განმუხტვის, მაგრამ ასევე შესაძლებლობა ქართული ოცნებისთვის, რომ პოლიტიკური გამოსავალი იპოვოს ამ ვითარებიდან. შეფასებები კეთდება სახელისუფლებო გუნდში. შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველა უცხოელ აქტორს აღიარონ დემოკრატია. მაკრონის მიმართვაზე შეფასება გააკეთა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს 61 მანდატი. შესაბამისად, დიალოგის რესურსი თუ პოლიტიკური ბატალიების და დებატების სივრცე ეს არის პარლამენტი. ამიტომ ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ის არენა, სცენა, პლატფორმა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი. ასევე მე მინდა მოუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვისაც არის ტესტი და უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე. ამიტომ ჩემი მოწოდება არის ყველას მიმართ, აღიარონ ქართული ხალხის ნება, აღიარონ დემოკრატია, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის. დარჩება ის ერთგული დემოკრატიული ფასეულობებისა, თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი
ზოგიერთი ფსევდო ევროპელი ხო თავისი გულით და თავისი ღირებულებებით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრონ, თუ როგორი ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოში და არა ისე, რომ ქართული ხალხის ნება იყოს მათთვის განსაზღვრული. 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართულმა ხალხმა გადაანაწილა საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები. ყველამ უნდა აღიაროს ეს მანდატები, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ადგილი დიალოგისა. ნებისმიერი სხვა სივრცე დიალოგისა ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი და რა თქმა უნდა პოლიტიკურ რადიკალიზმს ჩვენ არც დაუშვებთ და ეს ცდება ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ ერთადერთი მოწოდება, რაც დღეს უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი ევროპელებისგან, ეს არის მოწოდება 4 პარტიის მიმართ, რომ მათ საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამორჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით. გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, მხოლოდ იმის გამო, რომ კი მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცა, რომ მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, იმიტომ რომ მთავრობის ხელმძღვანელის თუ მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობდა, რომელი განცხადებაც ბუნებაში არ არსებობს იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ, მაგრამ მაინც ეს ერთი და მეორე შეიძლება მოგეჩვენოს ადამიანს, რომ თუმცა მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ წინა დღის გადასაფარად, მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებული იყო, იმიტომ რომ წინა დღე მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარის დაუკავშირდა თავისი ინიციატივით პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა და ნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. ისე არიან თავისი პატრონებით გათამამებულები, რომ ნებისმიერ საკრიტიკებენ, ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს თითქოს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აძლევს ლეგიტიმაციას რეალურად ქართველი ხალხი. ჩვენ მოვისმინეთ ერთი მხრივ საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია საფრანგეთის პრეზიდენტსა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს შორის. ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან თავის მართლების მთელი კასკადი, როგორც ცდილობდა ოპოზიცია ეს ზარი, ეს კომუნიკაცია რაღაც სათავისოდ შეებრუნებინა და როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა, ეს მათ ვერ შეძლეს, ფიზიკურად ვერ გააკეთეს ეს ყველაფერი და რაღაც დამატებითი რგოლი და დახმარების რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, მცდელობა კვლავ მოვისმინეთ ჩვენ ელისეის სასახლესგან 2025 წლის 20 იანვრიდან პოლიტიკური მდგენელი მსოფლიოში რადიკალურად იცვლება, შესაბამისად, რასაც მოასწრებენ რაღაც მსგავსი მიდგომა არსებობს. დიალოგისთვის კარი ყოველთვის ღიაა და ამაზე ჩვენ უარი არც არ გვითქვამს, მაგრამ თავარი ის არის, რაზე შეიძლება იყოს დიალოგი. შემდგარი ფაქტი მაგალითად ის, რომ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ამ არჩევნების შედეგად ქვეყანას ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით და ერთი წამით ამისგან არ გადაუხვევია. აი ეს საკითხები არის შემდგარი მომხდარი ფაქტები. ამასთან დიალოგი რა სადამდე მიგვიყვანს, ხა ღია კარის მტრებას ვერ დავიწყებ. ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერად ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დაასახელა. ბაირუ ელისეის სასახლეში პრეზიდენტს უკვე შეხვდა. ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ და მემარცხენე ახალმა სახალხო ფრონტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 90 დღე იმუშავა. ამის მიზეზი ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ჯანდაცვის ბიუჯეტი პარლამენტის გვერდის ავლით დაამტკიცა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მუდისმა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი 1 საფეხურით დაწია. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. სააგენტო წერს, ეს გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს თვალსაზრისს, რომ ქვეყნის საჯარო ფინანსები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო წლებში. იმის გამო, რომ პოლიტიკური ფრაგმენტაცია უფრო მეტად ხელს უშლის მნიშვნელოვან ფისკალურ კონსოლიდაციას, აღნიშნავს სააგენტო. შეფასება გააკეთა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. სააგენტო მუდსმა გამოაცხადა საფრანგეთის რეიტინგის ცვლილება, რაც ხაზს უსვამს ბოლო საპარლამენტო მოვლენებსა და ამჟამინდელ გაურკვევლობას ჩვენი საჯარო ფინანსების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მე ამას ვითვალისწინებ, განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ანტუან არმანმა.
კურიერი რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რამდენიმე წუთში დედაქალაქის ნაძვისხე უნდა აინთოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც თბილისის მთავარი ნაძვისხე დგას. საპროტესტო აქციის მონაწილეები იმყოფებიან. თავისუფლების მოედანზე კი შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ნაძვისხის ანთების ღონისძიებაზე აპირებენ დასწრებას. მათ დედაქალაქის მოედანზე შეკრება დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყეს და მათი რაოდენობა მუდმივად იმატებს. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას წყლის ჭაულის მანქანაც და ახლა მარიკა გოცირიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ის გვეტყვის რა ვითარება არის ადგილზე. მარიკა, პირდაპირ ეთერში ხარ. ახლა გესმით შეძახილები, რომელიც მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც უკვე დაიძრნენ პარლამენტის მიმდებარედ, სადაც უნდა აინთოს საზეიმოდ ნაძვისხე. ადამიანებს შეკრება არ დაუსრულებიათ, ნელ-ნელა ივსება თავისუფლების მოედანი. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ნაძვისხის საზეიმოდ ასანთებად მოვიდნენ აქ. რაოდენობას კადრში ხედავთ, ნაწილი უკვე მიემართება პარლამენტის შენობის მიმართულებით, ნაწილი ჯერ კიდევ რჩება თავისუფლების მოედანზე და როგორც გითხარით, ადამიანები შეკრებას ჯერ კიდევ განაგრძობენ. სიტუაცია არის მშვიდი, განწყობა აქვთ ამ ადამიანებს საზეიმო და მოდიან იმისთვის, რომ საზეიმო ღონისძიებას შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ კადრში ხედავთ თავისუფლების მოედანს, რომელიც ნელ-ნელა ივსება. ამ ადამიანებმა ტერიტორიაზე შეკრება დაიწყეს დაახლოებით 6 საათის შემდეგ და ამ დროისთვის ესე გამოიყურება დედაქალაქის მთავარი მოედანი, სადაც შეკრებილები უნდა დაიძრნენ მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით. მადლობა, ეს მარიკა გოცირიძე იყო, რომელიც რჩება თავისუფლების მოედანზე. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, თუ რა ვითარება არის დედაქალაქის მთავარ მოედანზე, როგორც უკვე გითხარით და მარიკა გოცირიძემაც გითხრათ. ასეთი არის ვითარება ამ დროისთვის. თქვენ ორ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება თავისუფლების მოედანზე, სადაც იკრიბებიან მოქალაქეები იმისათვის, რომ დედაქალაქის მერის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებას, ნაძვისხის ანთების ღონისძიებას დაესწრონ. ჩვენ დაახლოებით 9 საათის წინაც ჰქონდა აქედან ჩართვა და ვხედავდით, რომ არც ისე ბევრი ადამიანი იყო. ახლა კი როგორც ჩანს ემატებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ნაძვისხე დგას, მივიდნენ და დაესწრონ ნაძვისხის ანთების ღონისძიებას. პარალელურად კი როგორც იცით, უკვე მე-16 დღეა სწორედ ამ ტერიტორიაზე იმართება აქცია, საპროტესტო აქცია. ნაძვისხის ღონისძიების ანთება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა გააკეთა ეს განცხადება და როგორც ახლა მე მატყობინებენ, სულ რამდენიმე წუთში თბილისის მერმა კახაკალაძემ უნდა გააკეთოს განცხადება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ მთავრობის ადმინისტრაციას და ტრიბუნას. აი ამ წუთებში კახაკალაძე აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. როგორც მოგეხსენებათ, დღეს 7 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვისხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი გადრა უკადრებელი და ნაძვისხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ლოგიკურია ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც მოდიოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია თბილისის საკრებულოსთან, ბავშვებთან, პატარებთან ერთად
და რა თქმა უნდა, მათ არ მივცემთ საშუალებას, რომ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მათ მოუწოდოთ დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვისხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვისხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს. მიზეზებზე, თუმცა კიდევ ერთხელ რომ გამარტოთ, ეს გადაწყვეტილება იქნა თუ არა მიღებული მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და რა რისკები არსებობდა რეალურად დღეს რუსთაველის გამზირზე, რა პროცესები შეიძლება განვითარებული იყო, თქვენ საუბრეთ პროვოკაციებზეც ესე. აღნიშნულ ღონისძიებას რაც შეეხება, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გავმარტეთ, რომ ეს არის საახალწლო ზეიმი, რომელიც განსაკუთრებით, ახალი წელი ყველას უხარია, თუმცა ყველა ვიყავით პატარები, ბავშვები და განსაკუთრებით აღნიშნული დღე საახალწლო ღონისძიებები არის განსაკუთრებული ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, პატარებისთვის და ეს ტრადიცია, რაც იყო დედაქალაქში, საახალწლო ნაძვისხის ანთება, საახალწლო ილუმინაციების ქალაქის განათება, ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადებები, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ მოვისმინეთ მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას ბავშვებს ეზეიმათ და აინთოთ საახალწლო ნაძვისხი. გუშინ მაგალითად მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა უბრალოდ ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ, შესაბამისად მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგასწრებით დამატებით ინფორმაციას ამ ყველაფერთან. მადლობა. თქვენ უსმენთ კახა კალაძეს, დედაქალაქის მერიამ ნაძვისხის ანთების ღონისძიება გადადო. კახა კალაძემ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წამის წინ გამოაცხადა თბილისის მერმა მოქალაქეებს, რომლებიც ნაძვისხის ანთების ღონისძიებაზე დასასწრება თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, დაშლისკენ მოუწოდა. მან ისაუბრა გარკვეულ პროვოკაციებზეც, რომელსაც მისივე თქმით რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გეგმავდნენ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რჩებიან სამართალდამცველები, საპოლიციო ძალები. ეს კი არის თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია. მათ სავარაუდოდ უკვე ექნებათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ ნაძვისხის ანთების ღონისძიება გადადო. შესაბამისად, ეს ადამიანებიც უნდა დაიშალონ. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო დედაქალაქის მერის მოწოდება. უცნობია თუ როდისთვის გადაიდო საახალწლო ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიას ჰქონდა დღეს 7 საათისთვის დაანონსებული, როგორც კახა კალაძემ ისაუბრა. მოსალოდნელი იყო გარკვეული პროვოკაციები იმ აქციის მონაწილეებისგან, რომლებიც უკვე მე-16 დღეა აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და რჩებიან პარლამენტის შენობის წინ. ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე. თუ გვაქვს შესაძლებლობა ჩართვის, შეგვიძლია მათგან მოვისმინოთ უშუალოდ რა ვითარება არის ადგილზე. მარიკა გოცირიძე შემოგვერთება სულ რამდენიმე წუთში, ის ბოლო რამდენიმე საათია იმყოფება თავისუფლების მოედანზე, იქ სადაც იკრებებიან ის მოქალაქეები, რომლებიც გეგმავდნენ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებას და როგორც რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციაში კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, ეს ღონისძიება არის გადადებული, თუმცა